დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ უკრაინაში ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განუცხადა. ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა. იზოლატორთან იმყოფებოდნენ ცერცვაძის თანამებრძოლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები. შეკრებილები გია ცერცვაძეს ოვაციით დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მოხდარიყო. შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადაიდო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს. ბატონ გია 2003 წლის ეპიზოდს რამ კვლევობას გედავებიან შეგიძლიათ რუსული მხარე რა ბატონ გია რა გითხეს რომელი მუხლის საფუძველზე მოხდა თქვენი გათავისუფლება მოდით კომენტარის გარეშე ძალიან ვთხოვთ რა ცოტა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციიდან ყველაფერია მოსალოდნელი მე ან კვლევობასთან რამე შეფხებლობას კომენტარს არ გავაკეთებ არა იმიტომ რომ ეს ჯობია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს კითხოთ ალბათ. საქართველოს საზღვარზე უნდა დაიკავებინეთ თუ ინტერპოლის ძებნი გიყავით ბატონ გია თუ წესი და რიგით კი. რატო არ დაგაკავეს? არ ვიცი.